გამარჯობა. ეს არის Lolex Solicitors და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თუ რითი იხდიან ადვოკატის ფულს. მოდით გულახდილად ვთქვათ, რომ როდესაც დავა იწყება, პირველი კითხვა არ არის მაქვს თუ არა მოგების შანსი. კითხვა არის, რა დამიჯდება ეს ყველაფერი. სიმართლე ისაა, რომ სასამართლო დავის დაფინანსების რამდენიმე გზა არსებობს და სწორი არჩევანი მნიშვნელოვნად გადამწყვეტია. პირველი არის ეტაპობრივი გადახდა. ტრადიციული მეთოდი არის ეს და იხდით საათობრივად, მოქნილია, მაგრამ რთულ დავებში ხარჯი ძალიან სწრაფად იზრდება. მეორე გვაქვს პირობითი ჰონორარი, ანუ ადვოკატი იზიარებს რისკს იხდით მხოლოდ მოგების შემთხვევაში. კარგია თუ ფული არ გაქვთ, მაგრამ მოგებული თანხის სოლიდური ნაწილი ადვოკატს რჩება. მესამე მხარის დაფინანსება გვაქვს, როდესაც ინვესტორები აფინანსებენ თქვენს დავას და თუ მოიგებთ, ისინი იღებენ პროცენტს, თუ წააგებთ, ხარჯს თავად ფარავენ. მეოთხე გვაქვს დაზღვევა. ეს გიცავთ წაგების შემთხვევაში და ფარავს მოწინააღმდეგის ხარჯებს. დავა მხოლოდ სამართლის დამტკიცება არ არის, ეს არის ბრძოლის გონივრული დაფინანსებაც. და წარმოვიდგინოთ, რომ ხვალ არის დავა და დავიწყეთ ეს ყველაფერი და როგორ დააფინანსებდით. გადაიხდით წინასწარ, გაიზიარებდით რისკს ადვოკატთან, ჩართავდით გარე ინვესტორს, თუ როგორ მოიქცეოდით.